Საღამოშვიდობის 21 აგვისტოს დღის მთავარი თემები თქვენ უყურებთ ღამის კურიერ სტუდიაში ნათია ზამბახიძე მუშაობს. Აბსურდის მიღმა გონება გარდაიცვალა. ეს შეფასებები დღეს პარლამენტში გაისმოდა. ბიუჯეტის სეკვესტრის კენჭისყრის წინააღმდეგ სახელმწიფო ფრაქციები გამოდიან. საპარლამენტო მარათონი ამ წუთებშიც გრძელდება. ბიუჯეტის სეკვესტრის კენჭისყრამდე დეპუტატებმა ლეგიონის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყეს. გასაგებია, სანამ მთავრობა პარლამენტში საბიუჯეტო ციებ-ცხელებით იყო დაკავებული და მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ დეპუტატები, ერთი საკადრო ცვლილება მაინც განხორციელდა. გადაყენებულია ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული თემურ მოსიაშვილი და ინიშნება სახელმწიფო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი მამალაძის ფრთის წარმომადგენელი მის ადგილას გელა კვარაცხელია. რა ხდება აბსურდის მიღმა თეატრში უახლეს ამბებს ეკა სარია შეგვატყობინებს. საღამოშვიდობისა ეკა თავდაპირველად ახალი დანიშვნის შესახებ იყო თუ არა დღეს გელა კვარაცხელია პარლამენტში და ვინ ადასტურებს საკადრო ცვლილებას? გელა კვარაცხელია დილიდან ესწრებოდა პარლამენტის ხდომას, თუმცა დაახლოებით 9 საათისათვის მას თავის და სახელმწიფო კანცელარიაში იბარებს პრეზიდენტი. დაახლოებით 1 საათიანი საუბრის შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გაფორმდა. გელა კვარაცხელია ხდება ჯავახეთის გუბერნატორი. შესაბამისად ამ პოსტზე ადრე მყოფი თემურ მოსიაშვილი ამ თანამდებობას ტოვებს. სავარაუდოდ ის უკვე გადაინაცვლებს და განაგრძობს დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობას. შესაძლოა ის გახდეს დესპანი რუსეთში, საქართველოს დესპანი რუსეთში, თუმცა ამის თაობაზე საბოლოოდ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ჩვენი ინფორმაციით თავად თემურ მოსიაშვილისათვის ეს ინფორმაცია შესაძლოა ჩვენი ეთერიდან გარკვეული სიურპრიზიც გახდეს. ამ ინფორმაციას უკვე ადასტურებენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და თავად გელა კვარაცხელიას თანაგუნდელები, თუმცა გელა კვარაცხელიამ როგორც პარლამენტის შენობა უკვე დატოვა და მისი პოვნა ჟურნალისტებისათვის შეუძლებელი ხდება. ბატონო გელა კვარაცხელია. ვინ გაუწია მას რეკომენდაციას? ეს ვერ გეტყვით. დეტალებს ვერ მოგახსენებთ. შესაბამის სამსახური ყავს საქართველოს პრეზიდენტს, რეგიონალური სამსახური. ესეც ახს რეკომენდაციებს აკეთებს. ბატონო თემურ მოსიაშვილმა რატო დატოვა? მე მგონი გარკვეული სხვა სფეროში მოღვაწეობის გაგრძელების მიზეზი თუ არ ვცდები. წინასწარ ინფორმაცია რაც მე მაქვს. საერთოდ წინასაარჩევნო კამპანია. რთულ შემთხვევაში. ტონი გელა იცნობს ამ რეგიონს, წლების განმავლობაში EUTOS-თან ერთად ახორციელებდა პროექტებს, გახლდათ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, თავმჯდომარე და საერთოდ EUTOS რეკომენდაციაც იყო მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი გადაწყვეტილება არის თუ არა მიღებული ამ მომენტისათვის, თუმცა თუ იქნება, რა თქმა უნდა მივესალმებ. გელა კვარაცხელიას ამ თანამდებობაზე დანიშვნასთან ინფორმაციები საკმაოდ დიდი ხნის წინ ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ დაზუსტებული ინფორმაცია სიახლე გახდა მისი ზოგიერთი თანაფრაქციელისათვის და სახელმწიფო ბლოკის ბევრი წევრისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო ახალი ინფორმაცია ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებისთვის. ყველა მათგანი ამ ცვლილებას უკავშირებს წინასაარჩევნო პერიოდს, რადგან გელა კვარაცხელია არის ლევან მამალაძის მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ფრაქციის ალიანსის ახალი საქართველოსათვის წევრი და შესაბამისად მისი დანიშვნა სამცხე ჯავახეთში რა თქმა უნდა წესით მანდა მოუტანოს ბევრი ხმები სახელმწიფო ბლოკს. ნათია ეკა საუბრობდნენ რომ მოსიაშვილის გადაყენების მიზეზი გახდა ხე-ტყის კონტრაბანდა. არის თუ არა ეს საუბრები პარლამენტშიც? მე მგონი რომ მთავრობის წევრები პარლამენტში იმყოფებიან და ამის გამო მთავრობის წევრები საკმაოდ ერიდებიან ჯერჯერობით თემურ მოსიაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. ისინი ელოდებიან ხვალ-დილით ოფიციალურ კომენტარს, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფროსი პეტრე მამრაძე ან რეგიონალური სამსახურის უფროსი გააკეთებს. ერიდებიან იმიტომაც რომ საკმაოდ დელიკატური თავად თემურ მოსიაშვილი როგორც ამბობენ იმყოფება სამცხე ჯავახეთში და საბოლოო ამ გადაწყვეტილების თაობაზე ჯერჯერობით არაფერი იცის. თემურ მოსიაშვილი ესწრებოდა მთავრობის ხდომას გუშინ და ამის თაობაზე არც იქ გაჟღერებულა. ის ჩვეულებრივ გამოვიდა ინფორმაციით სამცხე ჯავახეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, ასე რომ ოფიციალური მიზეზი მისი განთავისუფლებისა და სხვა სამსახურში გადაყვანისა ჯერჯერობით არ არსებობს. დიდი მადლობა ეკა სარია იმ საკადრო ცვლილების შესახებ საუბრობდა, რომელიც დღეს განხორციელდა. შეგახსენებთ, სამცხე ჯავახეთს ახალი რწმუნებული ყავს პრეზიდენტის, ეს არის ყოფილი დეპუტატი გელა კვარაცხელია. რა ხდება პარლამენტში? იქ მუშაობს ჩვენი მეორე კორესპონდენტი დავით ნიკურაძე. პარლამენტის ხდომაზე ამ წუთებში ხდომა ისევ გრძელდება, როგორც უკვე გითხარით, სეკვესტრთან დაკავშირებით იქ კენჭისყრა არ ჩატარდა. დათო, ჩვენ გვაქვს უკვე საშუალება დაუკავშირდეთ ჩვენს კორესპონდენტს. დათო, რა ხდება პარლამენტის ხდომაზე, რას განიხილავენ პარლამენტარები? საღამოშვიდობის ანათი, ამ დროისთვის ხდება საგანგებო ლეგიონის საკითხის განხილვა, როგორც მოგეხსენებათ, საგანგებო ლეგიონს უნდა მიენიჭოს საგამოძიებო ფუნქციები. მართალია, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია და ეს ხო განსახილველი
საკითხი, თუმცა ამ საკითხის განხილვით, რა თქმა უნდა, დროში იწელება ბიუჯეტი მთავარი საკითხი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი რეკომენდაციის ბიუჯეტის სეკვესტრის განხილვა. აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი აცხადებს, რომ ლეგიონის საკითხის განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც თუ კი ეს კანონი გავიდა, თუ კი ეს კანონ პროექტი დამტკიცდა, მაშინ გადასახადები 14 მილიონი ლარი გაიზრდება უკაცრავად, თუმცა ოპოზიციას აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება, ისინი აცხადებენ, რომ უბრალოდ დაწყებულია მირიან გოგიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ბუნებრივია მინისტრი უნდა გადააყოლონ სეკვესტრის საკითხს და სწორედ ამიტომაც არ ხდება სეკვესტრზე კენჭისყრა. მოგეხსენებათ, ნათია იყო გეგმა, ცოტა ხნის წინ ჩვენ საუბრობდით ამ გეგმის შესახებ და სწორედ ამ გეგმის პრინციპში ზუსტად მიდის ამ გეგმის განხორციელება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთელი დღის მანძილზე სახელმწიფო ფრაქციებს ჰქონდათ მოლაპარაკება სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც დილიდან იმყოფებოდა პარლამენტში და ამას ადასტურებს ცოტა ხნის წინ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. და ჩვენ ხედავთ, რომ დეპუტატები თითქმის აღარ არიან პარლამენტის ხდომათა დარბაზში. რამდენიმე დეპუტატი მოვკარი თვალი ისინი გამოვიდნენ, ცოტა ხნის წინ იყო 10 წუთიანი შესვენება გამოცხადებული, თუმცა ისინი დაშლას ალბათ არ აპირებენ და სხდომა ძალიან გვიანობამდე გაგრძელდება. მე უბრალოდ დავამატებდი კიდევ ერთ საკითხს, ოპოზიციაში აცხადებენ უკვე იმ მიზეზზე, ის შესახებ საუბრობენ, თუ რატოც უნდა მოხდან ფინანსთა მინისტრი მიხეილ მაჭავარიანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, ჩვენ გვექნება საშუალება ცოტა ხანში ეს კომენტარი მოგაწოდოთ, გააკეთა მან განცხადება, რომ მირიან გოგიაშვილთან ვერ მოილაპარაკა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თანხების გამოყოფაზე საარჩევნო ბლოკის და აქედან გამომდინარე მოხდა ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება. თუმცა სახელმწიფო ფრაქციები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ თავად მირიან გოგიაშვილს აძლევს ხელს, მირიან გოგიაშვილს უნდა თავად სეკვესტრის ჩაგდება, რადგანაც ბუნებრივია სეკვესტრით გადასახადები გაიზრდება და მირიან გოგიაშვილი იძულებული იქნება დამატებითი შემოსავლები მოიზიდოს. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ოპოზიციას აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება, ისინი აცხადებენ, რომ მირიან გოგიაშვილს უბრალოდ არ ქონდა ნორმალური ურთიერთობა, ეს დაიწყო ახალი წლიდან, როდესაც ის არ ესწრებოდა სახელმწიფო ფრაქციის სახელმწიფო ბლოკის შეკრებებს. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში დავით ნიკურაძე საუბრობდა, უახლეს ინფორმაციას ჩვენ გადაცემის მსვლელობისას გავიგებთ პარლამენტიდან. პარლამენტში აღარ იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. ნინო ბურჯაანიძე ზურაბ ჟვანიასთან ერთად აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ბურჯაანიძე დემოკრატები დღეს ოფიციალურად გაფორმდა ახალი საარჩევნო ბლოკი პარლამენტის თავმჯდომარესა და ექს-თავმჯდომარეს შორის. ბურჯაანიძის გვარი და რეიტინგი, ჟვანიას პარტიული რესურსი და გამოცდილება გაზავებული ახალი და ძველი სახეებით. ახალი ბლოკის სასტუმრო შერატონ მეტეხი პალატაში მოგრძალებული პომპეზურობით ჩატარდა. მოგრძალებული რადიკალიზმი, ანუ კონსტრუქციული რადიკალიზმი, ასეთ იქნება ბურჯაანიძე დემოკრატების საფირმო ნიშანი 2 ნოემბრის არჩევნებზე. ღამის კურიერი წარმოგიდგენ პირველად ერთად სტუდიაში პარლამენტის თავმჯდომარე და ექს-სპიკერი ნინო ბურჯაანიძე და ზურაბ ჟვანია, დღეიდან ერთიანი საარჩევნო ბლოკის ლიდერები. საღამშვიდობისა, გაბატონინო, საღამშვიდობისა ბატონო ზურაბ. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში თქვენი საეთერო გამოსვლების ინტენსივობას, იქნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც დარჩა სათქმელი, თუმცა ძალიან კითხვა არის ალბათ, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მაგრამ მე მაინც მინდა დავიწყო არა გაერთიანების თემით, არამედ ყოფილ თავმჯდომარეს და დღევანდელ თავმჯდომარეს ვკითხო, რა ხდება დღეს პარლამენტში. თითქოს აბსურდული სიტუაცია შეექმნა, ერთ-ერთმა თქვენი ფრაქციის წევრმა ესეთი განმარტებაც გააკეთა, რომ გონება გარდაიცვალა პარლამენტში, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა სეკვესტრის კენჭისყრას. ძალიან მოკლე კომენტარები და შემდეგ მთავარი თემა. რა ვიცი, მე მგონი ვინც უყურებდა პარლამენტის დღევანდელ ხდას ძალიან მარტივად გამოიტანდა დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს ხმაური, რომელიც ამ დღეებში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ძალიან ცდილობდა სეკვესტრის განხილვას, მაგრამ პარლამენტი უშლიდა ამას ხელს, იყო მართლაც სხვა არაფერი თუ არა მიზეზის ძებნა სეკვესტრთან დაკავშირებით პარლამენტისათვის გადაბრალებისა იმ პრობლემებისა, რაც არსებობს. დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ მთავრობის მთავარი მიზანი სრულიადაც არ არის სეკვესტრის მიღება, მთავრობას უფრო აინტერესებს ის სხვა კანონები, რომელიც მათ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, რესურსებს აძლევს იგივე არჩევნების წინ 2 ნოემბრამდე ამ რესურსების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. სეკვესტრი მთავრობას პარლამენტში არ აინტერესებს, იმიტომ რომ დღეს გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარია მიღებული იქნას ის კანონები, რომელზეც საუბარია, სეკვესტრი თუ ჩავარდება პარლამენტში, სეკვესტრის მთავრობა თავად მიიღებს ასეთ შემთხვევაში, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის. ანუ რეალურად მე მგონი ნათელია, რასთანაც გვაქვს საქმე, ეს არის მთავრობა, რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს არც ბიუჯეტი, არც სეკვესტრი, არც ქვეყანა, მას აინტერესებს არჩევნების მოგება. არც პარლამენტის აზრი ბატონო ზურაბ, მოკლე კომენტარი. იგივე შემიძლია გავაგრძელო თემა, პატარა სპექტაკლი იყო დაგეგმილი.
რომ სავალუტო ფონდისათვის შეეძლებოდა მთავრობას თქმა, რომ აი რა ვქნათ, ჩვენ ვეცადეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ პარლამენტი არ შეიკრიბა, კვორუმი ვერ შედგა. ეს სპექტაკლი ჩაიშალა. აი ახლა ამ წუთებში რაც მოხდა, როდესაც მართლა ყოველგვარ აბსურდს მიღმარი, როდესაც სახელისუფლებო ფრაქციები ამბობენ, რომ კენჭისყრა არ ჩატარდეს სეკვესტრის კანონ პროექტზე, ცხადყოფს, რომ მართლაც მათ არც სურდათ პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზულ და ხალხისათვის გასაგებ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის ოპოზიცია ძალიან კონსტრუქციულად მოიქცა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ფრაქცია, სხვა რამოდენიმე ფრაქცია და გამოდიოდა რაღაცა სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობიდან, რომელიც სამწუხაროდ ხელისუფლების მხარეს საერთოდ აღარ შერჩა. დიდი მადლობა. ეს იყო ერთი და იგივე მოსაზრება სეკვესტრის შესახებ პარლამენტში გამართული, როგორც ბატონი ჟვანი აფასებს სპექტაკლის შესახებ. ახლა გაერთიანება დღის მთავარი თემა საბოლოოდ გამოცხადდა ბლოკი ბურჯანაძე დემოკრატები. ალბათ გაინტერესებთ მოსახლეობის აზრი. ბატონი ზურაბი ამასთან საუბრობდა ჩვენს ეთერში, რომ ამომრჩეველის მთავარი მოთხოვნა ეს არის გაერთიანება. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობს ამომრჩეველი. დღეს მათ ნაწილს ბურჟუაზიის ხიბლიც გაახსენდა. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ თუ არ გავერთიანდეთ, ყველამ ვიცით რა მოგვივა, მაგრამ თუ ეს რეალურად ნამდვილი გაერთიანებაა, თუ ეს არ არის თამაში. აღარავისი აღარ მჯერა არც ბურჯანაძის, არც ჟვანიაძე და სააკაშვილზე და ემაზე ხომ ზედმეტი ელაპარაკე და ვისი აღარ მჯერა, არა წმენა დავაკარგე. პრივე ძველი ბურჟუები არიან. მაგენი იყვნენ შევარდნაისის ორკები, მილიონერები არიან. ეხლა შევარდნაისთან არის. უნდა იყოს კონსოლიდაცია, რომ რაღაცა წინ აღუდგეს, ხო, რაღაცა უარყოფით მოვლენებს აღუდგეს წინ და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად დადებითი იქნება. ბატონ ნინო იმსახურებს იმას, რომ მას ენდოს ადამიანი და საერთოდ მოსახლეობა მისასალმებელი არის. აი ესეთი იყო გამოკითხული. ნანთია რა არ უწოდებიათ ჩემთვის, მაგრამ ბურჟუა პირველად შემარქვეს ნამდვილად. ისე ხომ არ გიქნით გარკვეულ ხალხულობას, რომ ამას ამბობს ერთი ამომრჩეველი, შესაძლოა ეს არის ერთი ნაწილი ამომრჩევლის აზრი. ხო არ გიქნით უხერხულობას, რომ ბურჟუაზიასთან გაიგივებენ. ციტრა ბურჟუაზიის ცნებაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის და გარწმუნებთ თუ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ აი ეს ფენა, რასაც ბურჟუაზია ქვია, ანუ საშუალო ფენა ქვეყანაში იყოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივახცევთ ჩვენს მთავარ ამოცანას, იმას, რომ ჩვენ ქვეყანას გავამდიდრებთ, რომ ჩვენ ქვეყანაში აღარ იქნებიან ღარიბები, ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ელემენტარულად პურის ფული არ აქვს ელემენტარულად პენსია და ხელფასი და მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ბურჟუაზიული ქვეყანა და ისეთი კაპიტალისტური ქვეყანა, როგორიც არის შვეიცარია და როგორიც არის ავსტრია. მაგრამ მე არ ველოდები ნათია, რომ აი იმ კრიტიკის ქარცეცხლში, რაც უკვე დაწყებული არის ხელისუფლების მხრიდან, ზოგიერთი სამწუხაროდ ოპოზიციური ლიდერის მხრიდან და სხვა ბურჟუაზიულობაში ბრალდება, რომ იქნება წინა პლანზე, ნამდვილად არ ველოდები. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან და სრულიად ახალ პრინციპებს და ვაკეთებთ აქცენტს იმ მოთხოვნებზე, რაც ყველაზე მეტად არის დღეს საზოგადოებაში. ეს არის ის, რამაც შექმნა ნინო ბურჯანაძის სახე განსაკუთრებით ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ერთის მხრივ ეს არის ყველასათვის სრულიად აშკარა პრინციპულობა, უკომპრომისობა და შემტევითობა, ანუ გარანტია, რომ ცვლილებები იქნება. მეორეს ეს არის პოპულიზმისაგან აბსოლუტურად გამოცლილი პასუხისგებლობით ახსავსე მიდგომა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ ცვლილებები ნგრევის გარეშე, ცვლილებები ახალი დაპირისპირებების გარეშე, ცვლილებები რევოლუციების გარეშე. ეს არის თავარი აი იმ სულისკვეთებაში, რაც შექმნა ქალბატონმა ნინომ და რამაც შეკრა პრაქტიკულად ეს ბლოკი. საკმაოდ საინტერესოა რევოლუციური ცვლილებები, ევოლუციის გზით, პოპულიზმის თემა, ამაზეც ვისაუბრებთ ცოტა. უბრალოდ ალბათ ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ასეთი. არის ეს მხოლოდ წინასაარჩევნო გაერთიანება არჩევნებისათვის მხოლოდ, თუ დროის რა პერსპექტივაზე არის გათვლილი ბურჯანაძე ჟვანიას გაერთიანება?
მე მინდა ერთ მნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის მხოლოდ არჩევნების მოგება და ეს გაერთიანება ნამდვილად არ შექმნილა. მე მგონი ბატონი ზურაბიც ამას დაადასტურებს, მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ არჩევნები მოვიგოთ და მოვიდეთ ხელისუფლებაში. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა არ გვინდა ხელისუფლებაში ქმნისათვის. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა და სერიოზულად მოსვლა გვინდა იმისათვის, რომ კონკრეტული საქმეები ვაკეთოთ, გვინდა იმისათვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც რწმენა დაკარგა და მათ ამის საფუძველი გარკვეულწილად ნამდვილად გააჩნიათ, რწმენა დაუბრუნოთ, ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში, პარლამენტში, მთავრობაში ყოფნა იმისათვის, ჩვენ რომ რადიკალური, მართლაც რევოლუციური ნაბიჯები გადავდგათ რევოლუციის გარეშე, იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ამოვიყვანოთ იმ კრიზისული მდგომარეობიდან და იმ მართლმსაჯაობიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა სრულიად დაუმსახურებლად აღმოჩნდა. გარწმუნებთ ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვწევს, ჩვენ ვიბრძოლებთ ამისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და ვიბრძოლებთ არა მხოლოდ იმისათვის, რომ პარლამენტში მოვიდეთ, არამედ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსვლის შემდეგ არჩევნების შემდგომაც გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ პრინციპების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაერთიანებს. ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა შეიძლება ოპონენტებმა თქვან, რომ ეს არ ამდენ ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ხელისუფლებაში დარჩენა არის. თქვენ ბრძანდებით პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ზურაბი საკმაოდ მცირე ხანია აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე. აი ეს ხომ არ გაართულებს ამორჩევლის და წმუნებას იმაში, რომ თქვენ შეძლებთ უკვე ახალი ძალით მოსვლის შემდეგ იმ პრინციპების განხორციელებას, რაზედაც რის დეკლარირებასაც აკეთებთ. რა ვიცი, ამ საკითხებზე ნათია ძალიან ხშირად და ბევრჯერ გვისაუბრია. მე ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, ჩემი მხრიდან მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ დამედასტურებინა ამ ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვისაც, რომ როდესაც საქმე ეხება ჩემთვის ყველაზე მთავარ პრინციპებს, მე შემიძლია გადავდგე უმაღლესი პოსტიდან, იმ პოსტიდან, რომლის დასაკავებლადაც დღეს ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკლავს და ყველაფერს ჩადის, რისი ჩადენაც შეიძლება და არ შეიძლება. მე არაფერი მიშლიდა ხელს ეს ვთქვათ, რომ შევგუებოდი იმას, რასთან შეგუებაც მიმაჩნდა მიუღებლად და კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ მიმაჩნია იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გქონია შეცდომები, ამაზე სრულიად გახსნილად ვსაუბრობთ, მაგრამ თავარი ჩვენთვის არის ის პრინციპები, რომელსაც არ უღალატებთ. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, ხლა კი ის არის პარლამენტის თავმჯდომარე. მაგრამ ის არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, სადაც თქვენ ხედავთ როგორი ვითარება არის, სადაც ხელისუფლება და სახელისუფლებო ფრაქციები ატარებენ მუდმივად მიზანმიმართულ პოლიტიკას პარლამენტის დისკრედიტაციის, პარლამენტის მუშაობის ჩაშლის, ბატონი ნინო ეკნობა რამოდენიმე ათეულ ადამიანს რეალურად და მადლობა ღმერთს ეს არ არიან მხოლოდ გაერთიანებული დემოკრატები, ეს ძალიან უსამართლო იქნება. არა, ეხლა ეს იყო პროპაგანდისტური ბრალდებები, იგივე ხელისუფლების მხრიდან ეს პროპაგანდა იყო და არა რეალური ბრალდება. ჩვენ ეს თემაც აგვაქვს დღეს დაგეგმილი მოგვიანებით. მე დავამატებ ერთი, მინდა მაინც თქვა და ბატონ ზურაბს დავეთანხმო სრულიად ყველაფერში, რაც მომწანა და ამავე დროს დავამატო ის, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით მანამ, სანამ რომ თუ ყველაფერი არა, რომ ბევრი რამ მაინც სწორად კეთდებოდა ქვეყანაში. ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით მანამ, სანამ ქვეყანას ჰქონდა ძალიან ნათლად გამოხატული კურსი იმ დასავლურ ფასეულობებზე, იმ უმნიშვნელოვანეს ფასეულობებზე, რაც თითოეული ქართველისათვის ძვირფასია. ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა გადაწყვეტილებას და მიიღო გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით მაშინ, როდესაც ჩვენ გვჯეროდა, რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ პარლამენტში ამოვიწყეთ და გაიხსენეთ 15-98 წლის პარლამენტი, როდესაც მე მართლა სიხარულით მივდიოდი პარლამენტში, სრულიად სხვა ვითარება იყო იმ პარლამენტში მაშინ, როდესაც ჩვენ გვჯეროდა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით, ქვეყანას სიკეთეს მოუტანდა. ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით რეალურად მაშინ, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა გვაღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა და როგორც ნიმუში და მოდელი ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა. ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც საქართველო მონაკლისის წესით მიიღეს პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროსაბჭოში და როდესაც ქვეყანა იყო მართლაც
როგორც მედროშე დემოკრატიული რეფორმებისა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენი პრობლემები ხელისუფლებასთან დაიწყო სწორედ 98-99 წლიდან, მე 99 თუ 98 ზუსტად მე მგონი 99 წელს წამოვედი მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური მდივნობიდან, 2000 წელს წამოვედი ფრაქციიდან, შემდეგ უკვე ბატონმა ზურაბმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც გარწმუნებთ ძალიან ბევრი ადამიანი ნამდვილად არ გადადგამდა. სანამ ვისაუბრებდეთ, არის თუ არა საბოლოო შეთანხმება სიებზე, არის თუ არა საბოლოოდ გარკვეული, როგორ გადანაწილდება წინასაარჩევნო პროცესი. დიდი ინტერესით მოვისმინეთ თქვენს ეთერში. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არც ერთი ვარიანტია ესე ჩამოწერილი არ არსებობდა და თქვენ პიონერები ბრძანდებით, თუმცა რუსთავი 200-ს გავითვალისწინებთ. მე არ ვიცი უბრალოდ პირველი ათეული და არა მაქვს ინფორმაცია როგორ დაკომპლექტა პირველი ათეული ესე რომ მაინც გადავხედავ და დაკომპლექტება. თქვენ ასე ვიცით როგორი არის მოვისმინეთ მოსახლეობის აზრი, იცით როგორი არის ოპოზიციური სხვა ჯგუფების აზრი და სახელმწიფო პარტიის აზრი ამ გაერთიანების შესახებ, რომელიც დღეს საბოლოოდ გაფორმდა. თქვათ, ხელისუფლება ამბობს, რომ ფორმალურად მოხდა მხოლოდ დღეს გაფორმება და აქამდეც ერთიანი იყვნენ ბურჯანიძე და ჟვანია. ოპოზიცია ერთიანი აღორძინების სახით ის საერთოდ ამბობს, რომ არათუ თქვათ ერთიანი იყვნენ ბურჯანიძე და ჟვანია, არამედ დღემდე ერთიანი არიან ბურჯანიძე, ჟვანია, შევარდნაძე, ახლები, სააკაშვილი და ასე შემდეგ. და ასლან აბაშიძეც. არა, ის არ არის ჩვენ ერთიანი. ხო, ეს აღორძინების მოსაზრება არის, აქედან გამომდინარე, ისინი ასლან აბაშიძეს ამ გუნდში არ მიიჩნევენ. და მესამე ნაწილი ამ შემთხვევაში ახლებს ჯერ არ გაუკეთებიათ არანაირი კომენტარი, ყოველ შემთხვევაში თავშეკავებული კომენტარები იყო და მესამე ნაციონალები მიიჩნევენ, რომ თქვენ პრინციპებს უღალატეთ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან ღამის კურიერში წუხელ განაცხადა. ჩვენ ვითანამშრომლობთ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა გასაყოფი არ აქვს, მაგრამ მე მესმის ერთი რამე, რომ მე და ჩემი მეგობრები ნაციონალურ მოძრაობიდან არ ვართ სად გავაკეთოთ რაიმე კომპრომისები იმ პრინციპებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვიქნებით ძალიან კონსტრუქციულები. კომპრომისული რაც არის გაერთიანებაში, რომელიც ხვალ ოფიციალურად გამოაცხადდება. მე თავარი არის ის, რომ პრაქტიკულად პროგრამა არის ცარიელი იმ გაგებით, რომ არაფერი არ არის საუბარი დაუსაბუთებელ ქონებაზე. არ არის არანაირი საუბარი სერიოზულ სამართლებრივ რეფორმებზე, რომლის ინიციატორად მე მივიჩნევ ჩვენ ჯგუფს და მიმაჩნია, რომ ეს არის პირველი რაც უნდა გაკეთდეს, რომ მართლა კანონისული დიქტატურა დამყარდეს საქართველოში და მართლა შემოვიდეს კაცრი ხელის პრინციპი და არა ენა მოიშრიკოთ ხელს და ყველას უთხრათ და თქვენ ყველას გეკრემათ ხელშეუხებლობის გარანტიები. მიმაჩნია, რომ ეს იყო ცუდი. მიმაჩნია, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ მოხდა აღრევა პრინციპების და მოხდა სხვადასხვა ხალხის აკეთიქიდან მიწებება, რომელიც არ უნდა მიწებება. მე მაგაჩნია, მე მზად ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციაც გავწვიდო, მაგრამ პირდაპირ მიმაჩნია იმ ხალხს, ვინც იყო პირდაპირ დაკავებული არჩევნების გაყალბებით. ეს არის თქვენ მეგობრის და ყოფილი პარტნიორის განცხადებები. ნუ ამას ემატება, აქ იყო მიწებებულ ხალხზე, ძირითადი ერთ-ერთი გვარი, ვისაც ასახელებენ, არის სალარიძე და ასე შემდეგ. თუმცა გუშინ ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ჯერ კიდევ არ ამბობს იმის შესახებ, რომ არ გაერთიანდება დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში თუ ასეთი რამ მოხდა და თქვენც თუ არ ვწდები ამბობთ, რომ ღია კარი ისევ ღია არის. მე მინდა რომ კომენტარი გავუკეთოთ ამ განცხადებს, ალბათ პასუხი გასაცემია. ბატონმა ზურაბმა ბრძანდოს მაინც. მე ახლა ძირითადი პარტნიორები ყოველთვის ბატონი ზურაბი და ბატონი ბრძანდება. მე ჯერ ერთი იმედი მაქვს ნათია, რომ აი ეს ახელვება, რომელიც ბოლო დღეებში ეტყობა მიშას, გადაუვლის ისეთივე სიმკაცრით მოეკიდება საკუთარ სიებს, როგორც ცდილობს, რომ გააკეთოს პროგნოზები ჩვენ სიებთან დაკავშირებით და თან საუბრობს რაღაც კონტრაბანდისტებზე, მენავთობებზე და სხვა. არჩევნების გამყალბებლებზე ეს ამ თემას ის თუ დააზუსტებს, იქნება ძალიან კარგი და მივესალმები ამას, რას გულისხმობს ის ამაში. მე ნათია მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ძალიან იმედი მაქვს, რომ არავინ ჩვენ არ ჩავიყენებთ საკუთარ თავს აი ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებას საერთოდ აი ჭკუიდან გადავიყვანოთ და ვათქმევინოთ, რომ ხალხი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ერთად მოდიოდა, ვთქვათ, ეხლა აი იმის გამო, რომ არის საარჩევნო რაღაცა კონიუნქტურა დაპირისპირება, მზად არის
გადავაშალოს აბსოლუტურად ყველაფერი და მოიქცეს უშუალოდ იგივე ზნეობით, რა ზნეობითაც იქცევა მაგალითად ლევან მამალაძე. ამიტომ მე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩვენი პოზიციები და მიდგომები ბევრ საკითხში არ ემთხვევა ერთმანეთს, მე მიმაჩნია ისინი თავიანთ როლს ასრულებენ საზოგადოებაში და პოპულისტურ განცხადებებზე მიანიშნებ თუ არა რომ ასეთი განცხადებები გეცდება. როდესაც რამეზე მივანიშნებ კონკრეტულად და მსურს რამის დაზუსტება, ამას ვაკეთებ დამოუკიდებლად, ესე ვთქვათ. მე ახლა ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ პარტნიორობა. მე ძალიან კარგად რის გამო არ შედგა დღემდე გაერთიანება, ნამდვილად დიდი უფრო ოპოზიციური გაერთიანება, ნამდვილად თავს ვიკავებ ამ თემებზე საუბრისაგან, იმიტომ რომ არ მიმაჩნია რომ ეს საზოგადოების წინაშე გამოსატანი თემებია, ერთი რამე ვიცი აბსოლუტურად ზუსტად, რომ ღმერთის ამ ქვეყნის ჩემი მეგობრების წინაშე ჩემი სინდისი არის აბსოლუტურად სუფთა და მე ნამდვილად ყველანი მოწმენი ბრძანდებით გავაკეთე ყველაფერი საიმისოდ, რომ ამ მომრჩევლს 2 ნოემბერს შეძლებოდა ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება. ყველა, ვინც ვქადაგებთ თავისუფალ ეკონომიკას, დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ელემენტარულ აი მართლა ღირსეულ ცვლილებებს ამ ქვეყანაში ყოფილიყავით ერთად და არ გვეფიქრა ერთმანეთთან კონკურენციაზე. ეს თუ არ გამოვიდა, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ერთმანეთთან არა კინკლაობის რეჟიმში გადავიდეთ, არამედ დავეხმაროთ ერთმანეთს და რაც თავარია ერთმანეთს არა, აი ამ ქვეყნის ხალხს, რომ ვითარება 3 ნოემბრიდან შეიცვალოს. მე მინდა დავეთანხმო ბატონ ზურაბს, ნამდვილად ძალიან ბევრი გაკეთდა ჩვენის მხრიდან, რომ დიდი გაერთიანება შემდგარიყო, მეც არ ვთვლი საჭიროდ დეტალებზე საუბარს, რატომ არ მოხდა ეს გაერთიანება. სხვათა შორის დღეს ბატონმა დავით სალარიძემ ძალიან ღირსეული განცხადება გააკეთა, რომელიც ვფიქრობ მიშას გარკვეულ ხერხემდგომარეობაში ჩააყენებს ბატონმა დავითმა ბრძანა, რომ თუ ის უცშლის გაერთიანებას ხელს, ის მზად არის გავიდეს მაგრამ აქ საქმე ნამდვილად არ გახლავთ არც ბატონ დავით სალარიძეში, არც კონკრეტულ პირებში, არც პრინციპებში, იმიტომ რომ იგივე პრინციპები, რაზეც ბატონი მიხელი საუბრობდა, თქვათ იგივე კანონის უზენაესობა ნამდვილად არის ჩემს მიერ და ბატონი ზურაბის მიერ და მისი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრინციპებში დეკლარირებული. კანონის უზენაესობა, ყველას თანასწორობა კანონის წინაშე ეს არის ის. ყველაფერი იგულისხმება ამაში. ეს დაუსაბუთებელი ქონება მინდა პირდაპირ გითხრათ, ხალხის გულის მოსაგებად არის შემოტანილი, თორემ კანონის უზენაესობა ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც დემოკრატიული, ცივილიზებული და სამართლებრივი სახელმწიფო ჰქვია და კიდევ ერთი. ძით მე სხვათა შორის განვაცხადე თავიდანვე, რომ ის პრინციპები, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, რომელზეც შემდეგ გაერთიანებული დემოკრატები საუბრობდნენ, ღია იყო შენიშვნებისათვის, ღია იყო დამატებითი წინადადებებისათვის. მე ახლაც მზათა ვარ კონსტრუქციული წინადადებები, მე და ჩემი, ასე ვთქვათ, კოლეგები და თანამოაზრენი ახლაც მზათა ვართ, რომ ეს კონსტრუქციული წინადადებები რომელიც კონსტრუქციული იქნება და მართლაც რეალისტური გავიზიაროთ, ვიმჯეროთ ამაზე, დავამატოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის არც პიროვნებებში, ყოველ შემთხვევაში ვინც სახელდება იმათში და არც პრინციპებში. სალარიძის განცხადება ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენი კარი არის აბსოლუტურად გახსნილი და შესვლისთვისაც და გამოსვლისთვისაც სრულიად გამოსვლისთვის მე არ ვიცი. ბატონი სალარიძის განცხადება გაიხსნა არა, მე გული ეს მისი პირადი განცხადება იყო, მართლაც ესე ვთქვათ, პასუხი იმაზე, რომ თუ ის არის ხელის შემშლელი დიდი გაერთიანებისთვის ის ამ პრობლემას მოხსნის, მაგრამ მართლა ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ, არ ვაპირებთ არც ერთ ვარიანტში არავისთან კინკლაობას და მით უფრო იმ ადამიანებთან რომელთანაც მე მაკავშირებს და ქალბატონ ნინოს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა და მე ამას უფრთხილდები, პატივს ვცემ და ყველას მოუწოდებ, რომ ერთად შევცვალოთ სიტუაცია ქვეყანაში. დღეს არ აინტერესებს, აი, რიგით ამომრჩეველს, თქვენი ოჯახის წევრს, თითეული ოჯახის წევრს საქართველოს როგორ გაარჩევენ ერთმანეთთან ურთიერთობებს პოლიტიკოსები. იქნება თუ არა რაიმე მორატორიუმი? 3 ნოემბრიდან იყოს ახალი ვითარება და აი ამაზე შევთანხმდეთ და ამაზე ვიმუშაოთ. იქნება თუ არა რაიმე მორატორიუმი წინასაარჩევნო, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან თუ პრინციპში თქვენ საუბრობთ, რომ ალბათ აღარ მოხდება ეს დიდი გაერთიანება. თუ არ მოხდა, იქნება თუ არა რაიმე მორატორიუმი, თავდაუსხმელობის პაქტი და ასე შემდეგ. ჩვენ სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით საუბრობდით და ეხლაც მინდა ბატონმა ზურაბმა დაახლოებით თქვა, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ რა შეკითხვა დაისვა.
ამას ვუპასუხო. მე დღესაც მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს გაერთიანება, დიდი გაერთიანება შედგება, იმიტომ რომ მართლაც ამ გაერთიანებას ექნებოდა გარდამტეხი მნიშვნელობა და ჩვენ შევძლებდით, რომ ისე შეგვეცვალა რეალობა, მართლაც რადიკალური და რევოლუციური რეფორმები გაგვეტარებინა ყოველგვარი რევოლუციის გარეშე. მართლაც შევძლებდით ძალიან სერიოზულად ქვეყანაში ვითარების შეცვლას, მაგრამ თუ არ ხდება ეს გაერთიანება, მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენ მართლაც ყველას გვეყოფა გონიერება, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ერთიანი პრინციპები გვაქვს, ერთიანი ხედვა, შევძლობთ, რომ ერთმანეთს არათუ ხელი არ შეუშალოთ, არამედ ერთმანეთს კონკრეტულად დავეხმაროთ კიდეც, რომ ჩვენ მაინც ცალ-ცალკე თუ არა ერთად, მაგრამ მაინც ძლიერად მოვიდეთ მომავალი არჩევნების შემდეგ, რომ შემდეგ შევძლოთ ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგომით იმ პრინციპების განხორციელება, რაზეც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ჩვენი მხრიდან ეს მორატორიუმი ნამდვილად იქნება თავდაუსხმელობის. მის მიუხედავად სხვები როგორ მოიქცევიან, ეხლავე შემიძლია ეს განვაცხადოთ, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად თუ არ ვიქენით ებული რაღაც განმარტებები გავაკეთოთ, ნამდვილად კიდევ ამბობ, ჩვენ არ ვაპირებთ შეურაცხყოფა მივაყენოთ საზოგადოებას ჩვენი მხრიდან ვინმესთან კინკლაობით. და უკანასკნელი აი ნინოსთან გუშინ და დღეს როდესაც ვსაუბრობდით, ნინო სულ ხაზს უსვავდა მუდამ, რომ თავარი არის ჩვენ პასუხი გავცეთ აი იმ კონკრეტულ პრობლემებს, კონკრეტულ საკითხებს, რაც დაუშვათ გლეხს აქვს, გაყინული ქარხნის მუშას აქვს, მასწავლებელს აქვს, პენსიონერს აქვს. საარჩევნო კამპანია უნდა იყოს კონკრეტული პასუხები, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, აი ამასთან დაკავშირებით, რას უშვებით ეკონომიკას, რას უშვებით სოციალურ პრობლემებს, ვახერხებთ ხელფასების და პენსიების გაზრდას, ვახერხებთ ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებას და მე 100%-ით ვეთანხმები ქალბატონ ნინოს, რომ ჩვენი მთელი კამპანია უნდა იყოს ამაზე საუბარი, აი ამ პასუხების გაცემა და არა თქვენი თუ სხვა ტელევიზიის ეთერში იქ ესე ვთქვათ კინკლაობა და იმაზე ფიქრი, რომ აი როგორ უფრო მოხთენილად გავცე ვინმეს პასუხი. როდესაც კონკრეტიკაზე მინდის საუბარი, იქ საკმაოდ ხშირი არის ხოლმე პოპულისტური განცხადება, იმიტომ რომ კონკრეტიკა ითხოვს კონკრეტულ დაპირებებს, კონკრეტული დაპირებები, როდესაც არ აქვს ძალაუფლება, უკვე ცხადია პოპულისტური ხდება ხოლმე. მაგრამ თქვენ ამ ხვალ პირველ დაპირებებს გასცემთ ზუგდიდში, თუ არ ვცდები, ხო, ზუგდიდიდან იწყება საარჩევნო კამპანია. ასევე თუ არ ვცდები, მაშინ როდესაც მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო შტაბის მწვანელი ყავთ, მაშინ ზუგდიდიდან დაიწყო საარჩევნო კამპანია. ეს ზუგდიდი სტარტი. მე სხვადასხვის, როდესაც საუბრობდით, ქალბატონ ნინოს უთხარი, ელემენტარულად ერთი ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ეს რეგიონი, მეორე ჯერ მწვანეებიდან მოყოლებული ყველა საარჩევნო კამპანიას ვიწყებდით იქა და თავარი არგუმენტი, რაც ნინომ თქვა, არის ის, რომ უნდა დაიწყოს საარჩევნო კამპანია იქ, სადაც ჯერთი ადამიანები ფრონტის ხაზზე ცხოვრობენ, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტი გაჭირვება გადაიტანა მთელი აი ომების შედეგად და მათ შორის შიდა ომების შედეგად და სადაც არის ათეულობით ასი დევნილი, რომელთაც ნინო ბურჯანაძისგან, ჩვენგან ყველასგან უნდა გაიგონ აი ის სიტყვები, რასაც ელის უსახკაროდ და ხშირად უიმედოდ დარჩენილი დევნილი მოსახლეობა. ვიზიარებს სრულიად ბატონი ზურაბის მოსაზრებას. მე მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არ ვიყავი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავყოფი ზუგდიდში და შარშან როდესაც მე მქონდა გასვლა სამეგრელოს რეგიონში და გავიარე ის ესე ვთქვათ მართლაც ფრონტის ხაზი იცით ის რასაც ტელევიზიით ხედავ ხოლმე და რასაც კითხულობ ძნელი წარმოსადგენია ვიდრე შენი საკუთარი თვალით არ ხედავ და როდესაც მე დავინახე აი ეს ბლოგპოსტი ასე ვთქვათ რუსი ჯარისკაცების ჩემს ქვეყანაში შუა ქალაქში მე მართლაც ვიყავი შეწრწუნებული იცით აი მართლაც ვიყავი შეძრული იმით რომ ვერ ვგრძნობთ ჩვენ რას ნიშნავს პრაქტიკულად ფრონტისპირა ქალაქში ყოფნა. მე ვიყავი შეძრული იმ ვითარებით, რაც ვნახე ზუგდიდში, როდესაც ერთ დროს ერთ-ერთი უმდიდრესი კუთხე ჩვენი ქვეყნისა პრაქტიკულად განადგურებულია, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც თავად აღარ დარჩათ საზრდო, მართლაც შეიფარეს ათეულობით, ათასობით დევნილი და ჩვენ არ შეიძლება რომ ამ ადამიანებს ყურადღება არ მივაქციოთ. რაც შეეხება დაპირებებს, მე მინდა გითხრათ ნათია, მაშინ როცა მე ვიყავი ცხადია, დაპირებების გაცემა ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, როდესაც ადამიანები
ძალიან, მაგრამ მე არ გამიცია და არ მიმიცია იქაური მოსახლეობისათვის, დევნილებისათვის არც ერთი დაპირება, რომლის შესრულებაც მე არ შემეძლო. მე პრაქტიკულად საერთოდ ყველა გასვლის დროს მე ვიყავი ძალიან ფრთხილი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. მე ვცდილობდი მიმეც ამათვის მინიმალური დაპირებები, მხოლოდ ის დაპირება, რისი შესრულებაც შემეძლო. ან მე ყველა ჩემ გაცემულ დაპირებაზე მაქვს პასუხი, რომელიც ვერ შევასრულე, რა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოხერხდა მათი შესრულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხვალაც ხვალინდელ დღესაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხოლოდ ის დაპირებები იქნეს ჩვენი მხრიდან გაცემული, რომელთა რეალიზება ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია. ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამის მხარდაჭერა და ძალა გვექნება ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ხვალ მხოლოდ სტარტია მე მინდა დავაზუსტო, გახსნა კამპანიის, შემდეგ ქალბატონ ნინოს ექნება შეხვედრები გურიაში, იმერეთში, ძალიან ინტენსიური კამპანია იქნება თითოეულ ჩვენთაგანს სხვადასხვა რეგიონებში, ესე რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას უთმობთ უშუალო შეხვედრებს მოსახლეობასთან, შევხვდებით ათეულობით 1000 ადამიანს და პირველ ყოვლისა როგორც ამ ბლოკის ლიდერი და სის სათავეში მყოფი ქალბატონი ნინო და ყველა ის ძალიან ღირსეული ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენ სიაში არის, ზოგი ცნობილი, ზოგი ახლად გამოსული პოლიტიკურ ასპარეზზე. პროგრამას რაც შეეხება, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა, ის არაჩვეულებრივი იყო პრინციპი, რომელიც არის, ესე ვთქვათ, განსაზღვრავს იდეოლოგიას, ფილოსოფიას, რაც დაედება საფუძვლად პროგრამას, ჩვენ ხედვას. და რაც შეეხება პროგრამას, აი ქალბატონმა ნინომ დღეს ნაწილი წარმოადგინა იმ ადამიანებისა, მართლა აი სხვადასხვა თაობის, სხვა უნივერსიტეტებში ქართული თუ უცხოური კურსდამთავრებულები, დოქტორები, მაგისტრები და სხვა, ეს არის ათეულობით ადამიანი, ვინც დღეს დღე-დაღამე მუშაობს ამ პროგრამაზე და სწორედ პროგრამაში იქნება კონკრეტული საკითხები, კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული ვადები, კონკრეტული მოქმედების თანმიმდევრობა და სადღაც სექტემბრის 15-ისთვის, 20-ისთვის ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნინო და ჩვენ საზოგადოებას ძალიან საინტერესო დოკუმენტს შევთავაზებთ. შიდა პოლიტიკაში გასაგებია საუბარი იქნება კონკრეტიკაზე, როგორც საუბრობთ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე, ასევე საგარეო პოლიტიკაზე საუბარი არის დასავლეთის ვექტორი. დასავლეთთან დაკავშირებით ჩვენი შემდეგი თემა არის ღამის კურიერში, რომ დადიან ახალი თაობის პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში. დასავლეთის ვექტორზე როცა ვლაპარაკობთ, ცხადია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ დასავლური ფასეულობები, ევროატლანტიკური ალიანსი. ევროატლანტიკურ ალიანსში მაქსიმალური გაწევრიანება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, სხვა მიმართულებებთან, ჩვენ პრინციპულად ვართ დაინტერესებულნი იმაში, რომ საქართველოს კონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, საქართველოს კონდეს ნორმალური ურთიერთობა იგივე რუსეთთან, საქართველოს კონდეს ნორმალური სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენთვის ის ფასეულობები, რაზეც დღეს თანამედროვე ევროპული, ევროატლანტიკური ცივილიზაცია არის დამყარებული, ნამდვილად ღირებულია და ეს სრულიად კონკრეტულია, იცით, ჩვენი მოსახლეობისთვის. ზოგს უნდა ხოლმე წარმოადგინოს, რომ აი რას ნიშნავს ეს ევროპული ფასეულობა. ეს ევროპული ფასეულობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას არავინ აღარ კითხავს, თავისუფლება გინდა თუ შუქი, ჩვენს მოსახლეობას ექნება თავისუფლებაც, ექნება შუქიც, ექნება ხელფასიც, ექნება პენსიაც და ისეთი ხელფასი და პენსია, რომელიც ადამიანს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს. ადამიანს ექნება იმედი და რწმენა იმისა, რომ მას იცავს თავისი სახელმწიფო და მას იცავს თავისი მთავრობა და რომ ისი მთავრობა მხოლოდ საკუთარ სკამებზე და არჩევნებში გამარჯვებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ფიქრობს თითოეულ კონკრეტულ ადამიანზე, თითოეულ კონკრეტულ ოჯახზე, ჩვენ შვილებზე, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. აი ამას ნიშნავს ის ევროპული ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. პრინციპში ალბათ შეიძლება სხვა სიტყვებით, მაგრამ ალბათ იგივეს ამბობს არჩევნების წინ თითქმის ყველა ხელისუფლების ჩათვლით, მაგრამ ისევ ამერიკის ხელისუფლება ხალხს ეკითხება თავისუფლება ურჩევნია თუ შუქი. მე ვთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მე პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ შეურაცხყოფილი იმით, რომ ადამიანებს, რომელსაც წლების განმავლობაში აიძულებდნენ კი არა, თვითონ ითმენდა ეს ხალხი უშუქობას, უწყლობას, უხელფასობას, იმიტომ რომ მათ ეუბნებოდნენ, რომ ეს საჭიროა იმისათვის, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, რომ საქართველო იყოს ღირსეული, რომ საქართველომ შეძლოს თავისი დამოუკიდებლობის გამტკიცება.
ადამიანებს უყენებენ ულტიმატუმს და ეკითხებიან, ამოირჩიე გინდა თავისუფლება თუ გინდა შუქი. ამ ხელისუფლებამ მოახერხა ყველაზე ღირებულის დევალვაცია ამ ქვეყანაში. მოახერხა ის, რაც შეუძლებელი იყო თუნდაც 5 წლის წინ, თუნდაც 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიყავით მართლა ხელისუფლებაში. მაშინ არავის არ მოუვიდოდა თავში აზრად დაესვა ეს კითხვა, შუქი თუ თავისუფლება. მაშინ ვერავინ ვერ გაბედავდა მოსახლეობისათვის ესეთი შეურაცხყოფა მიეყენებია. მოსახლეობას ერთიც უნდა და მეორეც და კეთილინებოს მთავრობამ და გააკეთოს ისე, რომ მოსახლეობა ამ არჩევანის წინაშე არ ეს მოთხოვნები ალბათ იქნება მათ მისამართით, ვინც 2 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებაში მოვა და მე გადავდივარ შემდეგ კითხვაზე, რომელიც ეხება ამერიკას და ერთგვარ პოლიტიკურ რეისს თბილისი, ვაშინგტონი. თავის დროზე ქობადონინო თქვენს ვიზიტსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან მოყვა სკანდალი პრესაში, ცნობილი სტატია სათაურით ამერიკამ აირჩია საქართველოს პრეზიდენტი. მე ვერ ვიხსენებ თქვენთან დაკავშირებულ სკანდალებს ამერიკაში ვიზიტებთან დაკავშირებით, მაგრამ მახსოვს მაშინ ჯერ კიდევ თქვენი გუნდის წევრი ამერიკაში გამოქვეყნებული ინტერვიუ, მერაბიშვილის ინტერვიუ ვაშინგტონ პოსტში გულისხმობ, რომელსაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საწყისი იყო მოქალაქეთა კავშირის დაშლის. და აი ბოლო სკანდალი, რაც შეეხებაახლების ვიზიტს, დღეს ერთდროულად 2 გაზეთში გამოქვეყნდა სტენოგრამა საუბრებისა, სადაც იმედი მაქვს საკითხული გაქვთ დღეს თქვენ უკვე გააკეთეთ ეს. უნდა გითხრათ, რომ აი არა მე კითხვა სხვაგვარად, რატომ ჩნდება ასეთი პუბლიკაციები? ამ ტელევიზიისადმი მიმაჩნია, რომ ძალიან სოლიდური კოლექტივი გყავთ და ნამდვილად არ ველოდი, რომ დღეს 2-ჯერ თუ 3-ჯერ დამისვავდნენ ამ შეკითხვას. ეს ხო არის აბსოლუტურად ნათელი არის, ქართულად რა ქვია, ეს რუსულად უძახიან ფალშივკას. მე გარწმუნებთ ნათია, ბედნიერი ვიქნებოდი ფლორიდის გუბერნატორ ჯეფ ბუშს, რომ აი ესე ზუსტად იცოდეს მან ჩემი სახელი და ინტერესდებოდეს იმითი როგორი პიროვნება არის სურაბ ჟვანი ან მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა. ეს ნამდვილად არის ძალიან ცუდი ხარისხით გაკეთებული ბლეფი და ალბათ იმაზე იყო გათვლილი, რომ როგორღაც ესე ვთქვათ შეიტანოს განხეთქილება იმ ჯგუფებს შორის, იგივე ნაციონალებს, მემარჯვენეებს ჩვენ შორის, რომ დაბადოს დამატებითი კითხვის ნიშნები. მე არ ვაპირებ ესეთ სულელურად და ძალიან არაპროფესიულად გადმოგდებულ ზე წამოგებას. საინტერესოა, რომელი უწყება, რომელიც ფლორიდის გუბერნატორის საუბარს ისმენს, თუნდაც საქართველოს წარმომადგენელთან და შემდეგ სტენოგრაფიული სიზუსტით გვაწვდის ამ ინფორმაციას. ალბათ გავარკვევთ შემდეგში. ჩვენ თუ არ ვწდები, გვაქვს საშუალება ვნახოთ რა ხდება პარლამენტში ამ წუთებში. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი დავით ნიკურაძე. დავით, გაქვს თუ არა ახალი ინფორმაცია რა ხდება პარლამენტში ამ წუთებში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ნათია, ახალი ინფორმაცია პარლამენტში არის ის, რომ სახელმწიფო მინისტრმა სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, იყო საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მირიან გოგიაშვილის გათავისუფლებას აპირებდა. სახელმწიფო მინისტრს ერთ მნიშვნელოვანი გადაჭრილი უარი ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს. ანუ ავთანდილ ჯორბინაძეს არ უთქვამს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ ფიქრობს. უბრალოდ მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამის დრო არ არის, ბევრი საქმეა გასაკეთებელი და უნდა მოხდეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყველაფერი დაალაგდება. ჩვენ ხა შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარი. გოგიაშვილის დასჯა გადაწყვეტილი ამ საქმესთან დაკავშირებით. სრულიად ხელისუფლებას ნებისმიერი ადამიანის შეფასებასთან დაკავშირებით არანაირად არ სჭირდება არც პარლამენტი და მას აქვს თავისი კომპეტენცია, რომელიც საშუალებას და უფლებას აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ თუ ჩავთვლით საჭიროდ გადაწყვეტილების მიღებას, გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ დღეს ნებისმიერი რყევა მინისტრის შეცვლა არანაირ განსაკუთრებულ წარმატებას ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას არ მოუტანს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი გარემო იქნება მზად. ასე რომ პროცესის დაჩქარებას არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია. ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ფრაქციებმა არ დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის სეკვესტრის დღის წესრიგში დაყენებას, როგორც მე მითხრეს, უკვე გადაგზავნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ამის შესახებ სავალუტო ფონდი არის უკვე ინფორმირებული. რაც შეეხება უშუალოდ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მირიან გოგიაშვილის თემას, პარლამენტში პირად საუბრებში აცხადებენ იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მირიან გოგიაშვილის ადგილი მალე დავით არხანმოერავმა დაიკავოს, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
დიდი მადლობა დავით, უახლესი ინფორმაციით ჩვენ ისევ დაგებრუნდებით, ჩვენ ხედავთ რომ პარლამენტში ისევ გრძელდება სხდომა, იქ იმყოფება სახელმწიფო მინისტრი, იქ არის საუბრები ფინანსთა მინისტრის შეცვლაზე და ასე შემდეგ. ჩვენ სტუმრებს ბოლო კითხვით მივმართავ ბატონო ზურაბ, ქალბატონო ნინო, საერთოდ როდესაც აყენებდით ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, რამდენად მოსალოდნელია რომ ეს საკითხი გადაწყდეს ხვალ ან უახლოეს დღეებში. თუ ეს არის უბრალოდ მოთხოვნა, რომელიც უნდა დაყენდეს და მეტი არაფერი. მე როგორც ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი, ფრაქციის მქონე პარტიის ლიდერი პარლამენტში, ერთი რამ შემიძლია ნათია გითხრათ გადაჭრით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე სეკვესთან დაკავშირებით, არამც არ ვსაუბრობთ მირიან გოგიაშვილის პასუხისმგებლობაზე. ეს არის უბრალოდ სასაცილო, რომ ცადონ გადატეხონ ახლა ჯოხი ფინანსთა მინისტრზე. მე ამას წინ ვთქვი ერთხელ, აი ბოლო წლების განმავლობაში თუ არ ვცდები შეიცვალა 7 თუ 8 ფინანსთა მინისტრი, შეიცვალა 3 თუ 4 სახელმწიფო მინისტრი, აგერ სპიკერები შეიცვალნენ, მაგრამ არასოდეს პასუხი არ უგია იმ ადამიანს, ვისთანაც ერთადერთთან თავს იყრის ყველა ბერკეტი. აი მოდის ფინანსთა მინისტრი და ამბობს როგორ უნდა ვაგომე პასუხი იმაზე, რომ მესაზღვრეები სადღაც აცილებენ კონტრაბანდას, ან იქ სამართალდამცავები ვერ აღკვეთენ რაღაცა ბაზრობის პრობლემას და სხვა და სხვა. ამიტომ არის რომ მთავრობაში არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს სურს რომ ერთის მხრივ ის იყოს ყველა ბერკეტის მფლობელი, მთავრობის ხელმძღვანელიც, სახელმწიფოს ხელმძღვანელიც და სხვა, მაგრამ როცა საუბარი არის პასუხისმგებლობაზე, სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობაზეც კი აღარ საუბრობს და სურს გადატეხოს ჯოხი იმ ერთ უწყებაზე, რომელიც მარტო ვერაცერთ შემთხვევაში ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ესე რომ ახლა მთელი ეს ლაპარაკი გოგიაშვილის მოხსნა არ მოხსნაზე მე კატეგორიულად მინდა დავაფიქსირო, რომ გოგიაშვილის მოხსნა არ არის ის საკითხი, რომელიც ან ჩვენ და იმედი მაქვს არც სხვა ოპოზიციურ ფრაქციებს არ შეაცვლევინებს პოზიციას. და ბოლო კითხვა რითაც დავიწყეთ საუბარი, თქვენ აღნიშნეთ რომ გაერთიანება საარჩევნო ბლოკი ბურჯანიძე დემოკრატები ეს არ არის გათვლილი მხოლოდ 2 ნოემბრის არჩევნებისათვის, არის თუ არა ეს გათვლილი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, იქნება თუ არა ერთიანი კანდიდატურა, ვინ იქნება ეს, არის თუ არა უკვე საუბრები ამის შესახებ. ანათია, მე გარკვეულწილად წინა კითხვასაც დაუბრუნდები მთავრობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. დღეს მე ჩემი დაგეგმილი გამოსვლა ბიუჯეტის სეკვესთან დაკავშირებით გარკვეულწილად კორექტირებული იქნა სახელმწიფო მინისტრის მოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ როცა სახელმწიფო მინისტრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ კლანებს, იმ კლანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან, თქვათ, ბენზინის იმპორტით, იმ კლანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან თამბაქოს იმპორტით, არ უნდა გადავაყოლოთ სხვა საკითხებს, მე მართლა მაინტერესებს, ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვინ უნდა აღკვეთოს ეს ყველაფერი. და ვინ არიან ეს კლანები? ვინ არიან ეს კლანები? სხვათა შორის მართლა ძალიან საინტერესოა და რა ხდება საერთოდ ამ ქვეყანაში, ვინმე რაიმეზე პასუხს აგებს? აგებს ვინმე პასუხს იმაზე, რომ წლიდან წლამდე ბიუჯეტი არ სრულდება. აგებს ვინმე პასუხს იმაზე, რომ აბსოლუტურად ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს და არავინ არ ისჯება. აგებს ვინმე პასუხს იმაზე, რომ სახელმწიფო მინისტრს, როდესაც მიყავს ენერგეტიკის მინისტრი, ძველ მინისტრთან ერთად წარსადგენად კოლექტივის წინაშე ლაპარაკობს, რომ ამ დღიდან ამ სამინისტროში აღარ იქნება კორუფციის ისჭაობი, რაც მანამდე იყო და გვერდით დგას ის მინისტრი, რომელიც წინა დღეს ამ კაბინეტში იჯდა და რომელიც დააწინაურეს რეალურად და ბევრად უფრო მშვიდ და მაღალანაზღაურებად სამუშაოზე გადაიყვანეს. ჩემი აზრით ამ მინისტრს პასუხი უნდა მოითხოვოს სახელმწიფო მინისტრს ამ განცხადებისათვის, ან ამ მინისტრს უნდა მოეთხოვოს პასუხი იმისათვის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ნახეთ რა მოხდა ელემენტარულად, იმას რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, იგივე ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ისე შეიცვალა ერთი ხელის მოსმით, რომ არავინ ამაზე პასუხი არ აგო, არავინ ეს არ იცის. ისე დაწესდა 18 თეთრიანი გადასახადი ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც ელემენტარულად ხელის გადაბანა დაჭირდება, ცხელისწყლით ან ბავშვის დაბანა დაჭირდება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ 100 კილოვატი იქნება მოხმარებული. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, რომ დღეს ჩვენ ისედაც დაუცველი ადამიანები კიდევ უფრო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნით. ანუ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს და ბოლო კითხვა, რაც თქვენ
ბრძანეთ. ცხადია, ჩვენ ვეცდებით, რომ მოსახლეობას დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ სერიოზული ძალა, რომელიც აპირებს გააკეთოს და შეასრულოს ის დანაპირები, რა დანაპირებითაც ის მოდის არჩევნებზე. ცხადია, ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმ 2 წლის განმავლობაში, რომელიც არის დარჩენილი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნამდე. ცხადია, ჩვენ სერიოზულად ვიფიქრებთ შემდეგ 2005 წლის არჩევნებზეც, მაგრამ ეხლა ძალიან ადრეა საუბარი ამ კონკრეტულ კანდიდატურებზე, ამ კონკრეტულ სტრატეგიაზე. მე ვფიქრობ, რომ დღეს განცხადება იმისა, რომ ეს ან სხვა პიროვნება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, ნამდვილად არასწორია, გაუმართლებელია, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან მაღალი რეიტინგი და 2005 წლისათვის მისადმი დამოკიდებულება მოსახლეობის სრულად შეიცვალოს, ან პირიქით დღეს შედარებით, ასე ვთქვათ, ნაკლებმა ცნობილმა ადამიანმა ძალიან სერიოზულად მოიპოვოს ადამიანების მხარდაჭერა. დღეს მე ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ამოცანა იმაზე ფიქრი კი არ არის, ვინ გახდება 2005 წლისათვის პრეზიდენტი. ჩვენი მთავარი ამოცანა ის, რომ ჩვენ 2005 წლამდე გავაკეთოთ ის საქმე, რაც გასაკეთებელია, ქვეყანა გავაჩეროთ ქვეყანაში ნგრევა, ქვეყანა გამოვიყვანოთ სწორ გზაზე, განვამტკიცოთ ის სტრუქტურები, რომელიც რეალურად მოგცემს იმის გარანტიას, რომ 2005 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება ღირსეული ხელმძღვანელი, ქვეყანა ივლის იმ გზით, რა გზაც ამ ქვეყნის მისი მოსახლეობისათვის არის მისაღები და ერთადერთი სწორი. დიდი მადლობა, თუ გსურთ რაიმეს დამატება. ერთადერთი მე მინდა ძალიან კატეგორიულად ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, ვერც ერთ თემას, რის გამოც 2 ნოემბრის შემდეგ აი ეს გაერთიანება შეიძლება დაიშალოს. ჩვენ განწყობილი ვართ და მზად ვართ ძალიან ხანგრძლივი სერიოზული თანამშრომლობისათვის. ერთმანეთთან მე დარწმუნებული ვარ და არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ ამ გაერთიანებას ბევრი სხვა ჯგუფი და ბევრი ცალკეული მოღვაწე შემოერთდება და მე ვთვლი, რომ აი ეს ბლოკი, რომელსაც დღეს ქვია ბურჯანაძე დემოკრატები, გახდება ძალიან სერიოზული კონსოლიდაციის ცენტრი, ძალიან ღერძი, ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი და უმძლავრესი პოლიტიკური ნაკადის შესაქმნელად ქართულ პოლიტიკაში. დიდი მადლობა, ეს ყველაფერი 2 ნოემბერს პირველად ერთად პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია. ბურჯანაძე დემოკრატები გეზ ზუგდიდისაკენ იღებენ. ღამის კურიერის შემდეგი თემა კი ასე ჟღერს, რატომ დადიან და რის შესახებ საუბრობენ პოლიტიკოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში.